განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ განხილვები გვაქვს ტერტულიანეს შესახებ, ტერტულიანეს სამწერლობო მოღვაწეობასთან დაკავშირებით. შეძლების დაგმარად განვიხილეთ ერთი ჟანრი, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობისა ეს გახლდათ აპოლოგეტური ხასიათის ძეგლები. დავიწყეთ განხილვა უაღრესად საყურადღებო ნაწილისა ტერტულიანეს შრომებიდან, პაექრობითი, ანუ აპოლოგეტური მიზანდასახულობის ძეგლები, რომელთაგანაც წინასაუბარში მხოლოდ ერთის განხილვა შევძელით, ეს გახლდათ თხზულება სახელწოდებით ერეტიკოსთა პრესკრიფციის შესახებ. ჩვენ ამ ნაშრომზე შედარებით გაგვიგრძელდა სიტყვა, იმიტომ რომ თემა ერთი მხრივ საწვდომად რთული და მეორე მხრივ მნიშვნელობით განსაკუთრებული, აი ეს პრესკრიფცია, რაზეც ამჯერად რა თქმა უნდა სიტყვას აღარ განვაგრძობთ, თუმცა მიზანდასახულობას იმავეს ვინარჩუნებთ, რაც თავშივე თქვით, რომ მხოლოდ რამდენიმე მცირე კომენტარი ამა თუ იმ ძეგლთან დაკავშირებით, ესაა ჩვენი მიზანდასახულობა, რომ ყველა ძეგლის მეტნაკლებად მიმოხილვა და წარმოდგენა შევძლოთ. იმ მთლიანობაში რომ შეგვექმნეს შედარებით სრული წარმოდგენა ტერტულიანეს ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ. ამიტომ იმ ძეგლის ერეტიკოსთა პრესკრიფციის შემდეგ ჩვენ სხვა პაექრობით თხზულებებსაც შევეხებით, რაც შეიძლება ლაკონურად. ასეთი გახლავთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პაექრობითი ხასიათის თხზულება სახელწოდებით მარკიონის წინააღმდეგ, ცნობილი ერეტიკოსის, გნოსტიკოსის მარკიონის წინააღმდეგ დაწერილი ეს ძეგლი, ძველთაგანვე განსაკუთრებული ღირებულების პაექრობით პოლემიკურ ნაშრომად მიიჩნეოდა და საყურადღებოა ისიც, რომ იმ წყაროების საფუძველზე, რაც დღეს მოგვეპოვება იმ შრომების საფუძველზე, რაც ტერტულიანეს მიეკუთვნება, ეს გახლავთ ყველაზე ვრცელი ნაშრომი, ესე მოცულობით ყველაზე აღმატებული. იგი შედგება 5 თავისგან და მიზნად ისახავს მეორე საუკუნის პირველი ნახევრისა და შუა წლების ჩვენს მიერ არაერთგზისხსენებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გნოსტიკოსი მწვალებლის მარკიონის მხილებას. ტერტულიანე იცნობს მარკიონის შრომებს, ჯერ ზეპირგადმოცემითაც მის მოძღვრებას რა თქმა უნდა იცნობს, მაგრამ შრომებსაც ზედმიწევნით იცნობს, კერძოდ მარკიონის ცნობილ ანტითეზებს და აგრეთვე ახალი აღთქმის მარკიონისეულ ეგრეთ წოდებულ გამოცემას. ჩვენ თავის დროზე აღნიშნავდით, როდესაც გნოსტიციზმს განვიხილავდით, რომ გნოსტიკოსები თავისებურ ეგრეთ წოდებულ რედაქტირებას უკეთებდნენ ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს, კონკრეტულ ცალკე აღებულ წიგნს ტექსტობრივად კვეთდნენ, რაც მათთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო, იმას ამოგლეჯდნენ და რაც მათ მოძღვრებას ეწინააღმდეგებოდა, ამას გამოტოვებდნენ და რა თქმა უნდა ის არგუმენტი ჰქონდათ, რომ თითქოს და ეს გვიანდელი ჩანართებია, სხვათაგან ჩართულია და ასე ქმნიდნენ რაღაც თავისებურ კომპილაციას საღვთო წერილისას, რასაც თავიანთ მიმდევრებში ავრცელებდნენ. ტერტულიანე იცნობს აი ამ სახის პუბლიკაციას, ანუ ახალი აღთქმის მარკიონისეულ რედაქციას ეგრეთ წოდებულს და ისევე როგორც ამ პიროვნების ხსენებულ ძეგლს ანტითეზებს, ასევე ამ რედაქციასაც უაღრესად მკაცრად აკრიტიკებს და გმობს აგრეთვე მარკионის მიმდევრების სექტაში გავრცელებულ ცნობილ გნოსტიკურ თხზულებას სახელწოდებით მარკიონის სახარება. ეს ნაშრომი უკვე არასაეკლესიო პერიოდშია დაწერილი, ტერტულიანეს მოღვაწეობის, ესე იგი 207 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ აღნიშნავთ, რომ 207 წელი არის ის ზღვარგამყოფი ტერტულიანეს მოღვაწეობაში, რაც მკვეთრად გამოგვაყოფინებს ერთი მხრივ მის ღირსეულ მართლმადიდებლურ ნაშრომებს 207 წლამდე დაწერილებს და მეორე მხრივ მონტანისტური ერესით დასნეულებულ მის შრომებს 207 წლის შემდგომ. თუმცა ამ ნაშრომებშიც აქა-იქ ცალკეული უაღრესად ღირსეული სწავლებანი რა თქმა უნდა სახეზეა და ამიტომაც შეისწავლებოდა და შეისწავლება დღესაც. და ეს ძეგლი კონკრეტულად მარკიონის წინააღმდეგ, როგორც აღნიშნეთ, 207 წლის შემდეგაა დაწერილი, დაახლოებით 207-212 წლებში და ეს ფაქტი ადვილად გვიხსნის იმ მონტანისტურ შეხედულებებს, რაც ამ შრომაში უეჭველად ასე გამშხავნებულია. პაექრობითი ძეგლებიდან დასასახელებელია ტერტულიანის შრომა ჰერმოგენეს წინააღმდეგ, რომელშიც, ესე იგი ამ ნაშრომში, განკიქებულია რა მწვალებელი ჰერმოგენე, გაკიცხულია აგრეთვე მისი ფსევდომოძღვრება მატერიის მარადიულობის და შესაბამისად მატერიის ღმერთობის შესახებ. სწორედ ამას ასაბუთებდა, ასე ვთქვათ, გნოსტიკოსი მხატვარი ჰერმოგენე, ამას აღიარებდა,
მიიჩნევდა რა რომ მატერია მარადიულია, ამას ანტიკური მოძღვრების კვალობაზე მიიჩნევდა იგი და რაც მარადიულია იგი მისთვის იგივე ღმერთია და შესაბამისად მატერიას ღმერთად აღიარებდა. ესაა უკიდურესი მატერიალიზმის სახე, როცა თვით მატერიას აღიარებ ღმერთად. ასე რომ მე-19 საუკუნეების მატერიალისტებს თავისი ღირსეული წინაპარი ჰყავდათ ჰერმოგენეს სახით. და ეს იგივე ჰერმოგენია, რომელსაც ებრძოდა აგრეთვე ბერძენ აპოლოგეტთა შორის თეოფილე ანტიოქიელი, რომლის თხზულებაც ჩვენ თავის დროზე ვახსენეთ ჰერმოგენეს წინააღმდეგ, თუმცა საკუთრივ ბერძენი ღვთისმეტყველის ეს ნაშრომი თეოფილე ანტიოქიელისა დაკარგულია და ტერტულიანის შრომა ჩვენამდე მოღწეული გახლავთ. მოღწეული გახლავთ და იგი დაწერილი უნდა იყოს 200 წლის ახლო ხანებში, რის გამოც რა თქმა უნდა ეს შრომაც ტერტულიანის მოღვაწეობის მართლმადიდებლურ ეპოქაში შედის და დღეისათვისაც ბევრი სარგებელის მიღება შეგვიძლია ამ ნაშრომიდან. დავძენთ იმასაც, რომ თავის ცნობილ შრომაში სახელწოდებით სულის შესახებ, რასაც ჩვენ ქვემოთ შევეხებით, ტერტულიანი უთითებს თავისსავე კიდევ ერთ შრომაზე ჰერმოგენეს წინააღმდეგ, რაც ჩვენამდე არ მოღწეულა. იმ მეორე შრომაში, ამავე ჰერმოგენეს წინააღმდეგ დაწერილ მეორე შრომაში, ტერტულიანი როგორც თვითონვე მიგვითითებს, ხსენებულ პიროვნებას აკრიტიკებდა და ჰკიცხავდა კონკრეტულად სულის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით. ეს პრობლემა თავისთავად სულის წარმოშობის საკითხი, რაც დღესაც უაღრესად აქტუალურია და სხვათა შორის ალბათ მოკლე ხანებში ღვთისმადლით იქნება ჩვენი პუბლიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ განიმარტება ეკლესიის მამათაგან წარმოშობა ყოველი ჩვენთაგანის პიროვნული სულისა. ამ საკითხზე არის ძალიან მკვეთრი ცდომილებანი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ჩვენთან და ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად განსახილველია და ეს ნაშრომიც რომ მოღწეული ყოფილიყო, თუმცა ტერტულიანეს ვეხები ჩვენ ამ შრომაში, მაგრამ მისი სხვა თხზულებების საფუძველზე მოძღვრებას ტერტულიანესას, სხვათა შორის პირდაპირ ვიტყვით უაღრესად მცდარ მოძღვრებას, ერეტიკულს, როგორცაა კვალიფიცირებული ტერტულიანეს მოძღვრება სულის შესახებ და ეს ნაშრომიც რომ მოღწეული ყოფილიყო, ეს მეორე ნაშრომიც ჰერმოგენეს წინააღმდეგ, რომელიც ასეთ ადრეულ ეპოქაში ალბათ დაწერილი და ამიტომაც დაიკარგა ალბათ 90-იანი წლების დამდეგს, შესაძლოა მასში ტერტულიანის ჯერ კიდევ მართლმადიდებლური პოზიცია ჰქონოდა სულის წარმოშობასთან დაკავშირებით, თუმცა ძეგლი არაა მოღწეული და რა თქმა უნდა გადაჭრით ვერაფერს ვერ ვიტყვით. მომდევნო პოლემიკური ნაშრომი ტერტულიანესი ეს გახლავთ თხზულება ვალენტინელთა წინააღმდეგ. ჩვენ როგორც ცხადად ჩანს, უდიდესი ნაწილი მისი აპოლოგეტური და პოლემიკური ნაშრომებისა გნოსტიკოსთა წინააღმდეგ არის მიმართული. იმიტომ რომ გნოსტიკოსები იყვნენ ის პირები, ყველაზე არსებითში რომ ეცილებოდნენ ქრისტიანებს, საკუთრივ ქრისტიანულ მოძღვრებაში მიიჩნევდნენ რა გნოსტიკოსები, რომ თვითვე იყვნენ სწორედ ჭეშმარიტი ქრისტიანები და აი ამ ყველაზე არსებითში ეცილებოდნენ მართლმადიდებლებს. ვალენტინელებიც უაღრესად ცნობილი ჰერესიარქის ვალენტინუსის სექტის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ასეთი პოლემისტის ტერტულიანეს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა, იმიტომ რომ ესენი ვალენტინელები განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდნენ, სხვათა შორის ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ სწორედ ვალენტინელთა მხილება იყო არსებითი მიზანდასახულობა ისეთი დიდი ღვთისმეტყველის პოლემიკური ანტიერეტიკული მოღვაწეობისა, როგორიც გახდათ წმინდა ირინეოს ლიონელი, რომელმაც 5 წიგნედი შრომა მხილება და დამხობა ცრუცოდნისა არსებითად ვალენტინელთა მოძღვრების უარყოფას მიუძღვნა. ტერტულიანეს ამ ნაშრომშიც უარყოფილია გნოსტიკოს ვალენტინუსის და მის მიმდევართა მწვალებლური აზრები. ეს ნაშრომი შედგება 39 თავისგან და მასში ხაზია გასმული ვალენტინიზმის ეგრეთ წოდებულ ეზოტერულ ხასიათზე. რა თქმა უნდა, ტერტულიანისთვის ეზოტერულობა იგივეობრივია და ყველა მართლმადიდებლისთვის ცხადია, ეზოტერიზმი და ერეტიკულობა ერთი და იგივეა და პარალელი გახლავთ აქ ძალიან საყურადღებო, რომ ამ ნიშნით, ესე იგი ვალენტინელთა ეს ეზოტერიზმის ნიშნით პარალელია გავლებული ამ მწვალებლურ მოძღვრებასთან შეპირისპირებით ანტიკური პერიოდის მისტერიებთან, კერძოდ ცნობილი ელევსინის მისტერიების შესახებ, რაც ცნობებია მოღწეული, სხვათა შორის ცნობები ძალიან ნაკლებია ანტიკური პერიოდის მისტერიალურ მსახურებასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა გვახსენდება, თუ არ ვცდებით, ერთ-ერთი რუსი მკვლევარია ნოვოსადსკი, ასეთი ახლა გაგვახსენდა, რომელმაც სპეციალურად შეისწავლა ელევსინის მისტერიების საკითხი და ეს ნაშრომი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, აქ არის ყველა წყარო შეკრებილი, თუ რაოდენ მცირე იყო ამ მისტერიალური მსახურების, მისტერიალური კულტის შესახებ ცნობები და რომ ჩვენ არსებითად არაფერი
მის შესახებ დღეისათვის გადამჭრელი არ შეგვიძლია ვთქვათ. აი ასე დროს ინფორმატიული კუთხით, რა თქმა უნდა, ტერტულიანეს ეს პარალელი ვალენტინოსის მწვალებლურ ეზოტერიზმსა და ელევსინის მისტერიალური კულტის ასევე არანაკლებ მწვალებლურ სახეს შორის შეიძლებოდა მკვლევართათვის საყურადღებო გამომდგარიყო. ჩვენ რამდენადაც ახლა ვიხსენებთ ნოვოსადკის ტერტულიანი დამოწმებული არ უნდა ყავდეს. თუმცა გვიჭირს ახლა დამეჯდებით თქმა, იმიტომ რომ ეს დიდი ხნის წინ გვაქვს ეს ნაშრომი წაკითხული. აღნიშნავთ იმასაც, რომ ბუნებრივი ასეც იქნებოდა, რომ ეპაექრება რა ვალენტინელებს, ტერტულიანე ძალიან ფართოდ იყენებს და ეფუძნება ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ ირინეოს ლიონელის ანტივალენტინურ თხზულებას, მხილება და დამხობაც როცოდნისა. რითაც კარგად ჩანს, რომ ეს ნაშრომი ალბათ იმ პერიოდისთვის, როცა ტერტულიანე თავის თხზულებას წერდა, შესაძლოა ლათინურად უკვე თარგმნილი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ისიც სავსებით ბუნებრივია ტერტულიანეს ბერძნულენოვანი ორიგინალი გამოიყენებინა, მაგრამ რადგანაც ვიცით, რომ უადრეს პერიოდში, იმავე მესამე საუკუნეშია თარგმნილი და სწორედ ეს ლათინური თარგმანია ჩვენამდე მოღწეული, თორემ ბერძნული მხოლოდ ფრაგმენტებია ირინეოსის შრომისა. სავსებით ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ტერტულიანეს დროს ის უკვე თარგმნილი ყოფილიყო და მაშინ ეს თარგმანი ძალიან ადრეულ ეპოქაში გადადის, გადაინაცვლებს ალბათ დაახლოებით 200 წლის პერიოდში, ესე იგი მესამე საუკუნის დამდეგს შესაძლოა ეს ნაშრომი შესრულებული ყოფილიყო. როგორც არ უნდა იყოს ასე თუ ისე ირინეოსის აი ამ ნაშრომს ეფუძნება ძირითადად ტერტულიანე, თუმცა რა თქმა უნდა, იგი იყენებს აგრეთვე სხვა მოღვაწეებსაც, კერძოდ მათ შორის წმინდა იუსტინე მარტვილის ჩვენამდე არ მოღწეულ სახელგანთქმულ თხზულებას თავისი დროისას, ყველა ერესის წინააღმდეგ ასეთ სახელწოდების შრომას, აგრეთვე მილტიადესა და პროკულუსის დაკარგულ და ჩვენამდე არ მოღწეულ ანტიერეტიკულ შრომებს. ჩვენ აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ კიდევ ერთი პაექრობითი თხზულება ტერტულიანესი, ეს საკუთრივ ლიტურგიკული მიზანდასახულობისა გახლავთ ამავე დროს სახელწოდებით ნათლისღების შესახებ de baptismato, რაც ძალიან საყურადღებოა ნათლისღების საიდუმლოს უადრესი სახის შესასწავლად, რადგანაც მასში გადმოცემულია მრავალი უაღრესად მნიშვნელოვანი საეკლესიო სწავლება აღნიშნულ საიდუმლოსთან დაკავშირებით. ჩვენ ამ უადრესი ეპოქიდან ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით რამდენიმე ფასეული ცნობა და ძეგლი გვაქვს. ცნობები თქვათ წმინდა იუსტინე მარტვილის, რაც თავის დროზე აღნიშნეთ, ნაშრომი ტერტულიანესი, ისე როგორც მოგვიანებით კვიპრიანე კართაგენელის სახელგანთქმული შრომა 60 კულო ტრადიცია, სადაც ასევე ნათლობის შესახებ აუწყებული, რომ არაფერი თქვათ ისეთ ფუნდამენტურ შრომაზე, რაც არის წმინდა დიონისე არობაგელის საეკლესიო მღვდელმთავრობის შესახებ. აი ამ რანგის შრომებში შედის ტერტულიანეს ხსენებული ძეგლიც, თუმცა განსხვავებით ამ შრომებისგან ტერტულიანეს ნაშრომში სახეზეა მკვეთრი ცდომილება, ძალიან დიდი ხარვეზი, ჩვილთა ნათლობის უარყოფა. ჩვენ ამას სხვათა შორის განვიხილავდით, როდესაც ნათლობის საგის ვეხებოდით ერთ-ერთ საუბარში, რომ საეკლესიო ტრადიციაში ერთ-ერთი პირველთაგანი სწორედ ტერტულიანია, რომელიც უარყოფდა ჩვილთა ნათლობას. ის უარყოფდა ჩვილთა ნათლობას, იმიტომ რომ მისთვის ნათლობა მხოლოდ ცნობიერი, შეგნებული, პიროვნული არჩევანის სრულად გამომხატველი წესგანგება უნდა ყოფილიყო და საიდუმლო და მისი აზრით ჩვილებს რამდენადაც პიროვნულნების გამოხატვა არ შეეძლო, თითქოს და ნათლობა მათთვის შეუძლებელი იყო. ჩვენ ამჯერად ამ საკითხზე არ შევჩერდებით, იმიტომ რომ ეს წერილობითაც, თუნდაც ამ რადიო საუბრებში რამდენიმე საუბრის მანძილზე ძალიან ვრცლად გვაქვს თავის დროზე განხილული, მხოლოდ იმ ფაქტს აღნიშნავთ, რომ ტერტულიანი არგუმენტად იყენებდა აშკარა ტექსტზე ძალდატანებით მაცხოვრის ცნობილ სიტყვებს, როდესაც იგი ყრმებისადმი ამბობს, ბავშვებისადმი ამბობს, რომ აცადეთ ყრმებსა მაგას მოვიდეს ჩემდა. ანუ დაანებეთ ამ ყრმებს, გამოუშვით ჩემსკენ. და როდესაც აი ამ სიტყვებს კონტრარგუმენტად წინ დაუდებდნენ ტერტულიანეს, რომ ხომ პირდაპირ ამბობს მაცხოვარი ბავშვები გამოუშვით ჩემთან, იგი უპასუხებდა. დიახ, მაცხოვარი ამბობს, აცადეთ მაგ ყრმებს მოვიდნენ ჩემთან, მაგრამ იგი გულისხმობსო, აცადეთ მაგ ყრმებს, როცა გაიზარდებიან, მაშინ მოვიდნენ ჩემთან, ანუ მაშინ მიიღონ ნათლისღებაო. რა თქმა უნდა, ასეთი ძალდატანებით ნებისმიერი მოძღვრების დამტკიცება შეიძლება. აი ამ დიდი ხარვეზის გამო ეს ნაშრომი მოძღვრებითად რა თქმა უნდა ნაკვლულევანია, თუმცა იგი ინფორმატიული კუთხით კვლავ აღნიშნავთ დღეს ძალიან ფასეული გახლავთ ნათლისღების უადრესი სახის შესასწავლად. მიიჩნევა, რომ ეს ძეგლი დაახლოებით 198-200 წლებში უნდა იყოს დაწერილი, იმიტომ რომ მასში
მონტანიზმის კვალი არ ხვდება და ესე იგი 207 წლამდელ პერიოდს უნდა გულისხმობდეს. პაექრობის შრომებში შეგვიძლია მოიხსენოთ აგრეთვე ტერტულიანის თხზულება სახელწოდებით სკორპიაკუმი. სკორპიაკუმი, ანუ ასე ვრცელი განმარტება აქვს ამას, ამ ერთი სიტყვის ერთ სიტყვედადვე გადმოღება ქართულად და ნებისმიერ სხვა ენაზე შეუძლებელია. სკორპიონი გახლავთ ლათინურად მორიელი და მორიელის ნაკბენი, რაც მომაკვდინებელია, ქმნის იმის აუცილებელ პროფილაქტიკურ წინაპირობას, რომ რაღაც წამალი შემზადდეს ამ ნაკბენის გასაუვნებელყოფად. აი ეს სკორპიაკუმი ასე გაიგება სკორპიონის საწინააღმდეგო წამალი. რა თქმა უნდა, ალეგორიზმი მსმენელისთვის ფიქრობ გასაგებია, რომ მორიელის ნაკბენად ამ შემთხვევაში ერეტიკოს და გესლიანი და დამგესლავი მოძღვრებანი იგულისხმება და თუ მათთან დაპირისპირებულ მოპაექრე პიროვნებას აი ეს სკორპიაკუმი არა აქვს, ანუ წამალი მათი ნაკბენის გასაუვნებელყოფად, შეიძლება დასნეულდეს კიდეც მათი ნაკბენით, ანუ დამაჯერებლად აღუჩნდეს მათი მოძღვრება და თვითონაც ერესის მხარეს გადავიდეს. აი ამგვარი სკორპიაკუმის შემოგთავაზა ჩვენ ტერტულიანემ, რაც არის სახელწოდება 12 თავიანი მცირე ნაშრომისა და ამ ნაშრომში განდიდებული გახლავთ მარტვილობა, ჭეშმარიტებისთვის თვითშეწირვა და აქაც უარყოფილნი არიან გნოსტიკოსები, როგორც მარტვილობის უარმყოფელნი. გნოსტიკოსები საერთოდ უარყოფდნენ მარტვილობას და სხვა ამგვარს. პირიქით ისინი თვლიდნენ, ვინც გნოსტიკოსია, ანუ ვინც თავის თავში ის რაღაც დაბადებით ვერჩეული მარცვალი გაიცნობიერა, მას ამის შემდეგ ამ ჭეშმარიტებისთვის არათუ თავის დადება, ნებისმიერი უკეთური ქმედებას, ნებისმიერი ვნების აყოლა შეუძლია, იმიტომ რომ თითქოს მას ეს არაფერს უკვე აღარავნებს, იმდენად აღმატებულია ყველა ამაზე. და აურაცხელ ვნებებში იყვნენ ისინი ჩაფლობილნი დროს ტარებაში, სიამთქვილობაში, ვითომცდა იმ ყალბი მიზანდასახულობით, რომ დაემტკიცებინათ რაოდენ შეუვალნი არიან ყველაფერი ამისგან. აი ეს იყო გნოსტიკური თეზა, ამიტომ ისინი რა თქმა უნდა მარტვილობას საერთოდ უარყოფდნენ. და ეს ნაშრომიც პაექრობით მხარეს სწორედ ამ კუთხით ავლენს, რომ განაკიქებს, ჰკიცხავს გნოსტიკოსებს, როგორც მარტვილობის ამ ყველაზე აღმატებული ღვაწლის სახეობის უარმყოფელებს. და სწორედ გნოსტიკოსები არიან აქ მორიელებად სახელდებულნი. ეს ნაშრომი ცალკეული მომენტების საფუძველზე მიიჩნევა, რომ მაინც 207 წლის შემდეგ უნდა იყოს დაწერილი დაახლოებით 213 წელს. პაექრობის შრომებში ვახსენებთ აგრეთვე შედარებით ვრცელი სათაურის მქონე თხზულებას, რომელსაც ეწოდება ქრისტეს ხორცის შესახებ 4 ერესის წინააღმდეგ. აქაც გნოსტიკური ერესია მხილებული, კერძოდ გნოსტიკური ერესის ერთ-ერთი სახეობა, რასაც დოკეტიზმი ეწოდება, რაც სხვათა შორის საეკლესიო მწერლობაშიც გამოვლინდა რეციდივების სახით ამა თუ იმ მოღვაწესთან. დოკეტისტები, ამაზეც გვისაუბრია თავის დროზე, უარყოფდნენ ღვთის განკაცების ნამდვილობას. ღვთის განკაცებას მოჩვენებითი, ზმანებითი სახით ისინი აღიარებდნენ, ანუ მიიჩნევდნენ, რომ კაცის სახით გამოვლინდა ღმერთი, მაგრამ ნამდვილ კაცად არა. ისევ როგორც ანგელოზი შეიძლება ადამიანს გამოეცხადოს და თვით ღმერთიც შეიძლება გამოეცხადოს წმინდას ადამიანის დასანახი, ანუ ადამიანური ფორმით, აი ასევე მოხდა ღვთის განკაცება მათთვის, არა რეალურად ხორცშესხმითა და ადამიანური ბუნების სრული მიღებით, არამედ მხოლოდ გარეგნულად მიმსგავსებით ადამიანად, ზმანებითად, მოჩვენებითად და თვით სიტყვა დოკესის მოჩვენებითობას, ზმანებას გულისხმობს ამ შემთხვევაში და დოკეტისტები ამის ამხიარებელნი იყვნენ. რომ მაცხოვრის სხეული ეს მხოლოდ მოჩვენებით იყო და არა რეალური. რაც შეეხება მითითებულ 4 ერესს, ესე იგი 4 ერესის წინააღმდეგო, აქ იგულისხმება მარკიონი ზემოხსენებული, რომელსაც სპეციალური შრომა მიუძღვნა, როგორც ნახეთ ტერტულიანემ და სპეციალურ პოლემიკისა და უარყოფის საგნად აქცია მისი მოძღვრება. აი ამ მარკიონს ეხება, ესე იგი, მის მოწაფე, მარკიონის მოწაფე აპელოს, აგრეთვე ცნობილ და უაღრესად გავლენიან გნოსტიკოს ბასილიდეს, რომელსაც ასევე თავის სექტა ჰქონდა, ბასილიდელთა სექტა ჩამოყალიბებული და ბოლოს ვალენტინოს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. თუმცა ამ ნაშრომში გარდა ამ 4-ისა, ესე იგი, რომლებიც აღნიშნეთ, უარყოფილია აგრეთვე შეხედულება იმის შესახებ, თითქოს მაცხოვარმა თავისი სხეული მიიღო ანგელოზებისგან, იყო ასეთი ცრუ მოძღვრებაც, ან და ვარსკვლავებისგან. ზეცისგან გადმოიტანა, თითქოს ამას მანიქეველებიც აღიარებდნენ მოგვიანებით, თითქოს თავისი სხეული. სხვათა შორის ეს განკიქებულია თამარიანშიცეს. და ერთ-ერთ ანტიერეტიკულ უარსად ძვირფას ნაშრომში, რაც ბელ აბუსერიძეს ეკუთვნის მე-13 საუკუნეში, ამ ბოლო დროს კრიტიკული ტექსტი გამოიცა კიდეც. აი ეს მხარე, რომ მაცხოვრის სხეული
თითქოს დედამიწური არ არის, ეს ერთ-ერთი სახეობაა გაუკმართებისა და ცდომილებისა და ერესისა მაცხოვრის სხეულთან დაკავშირებით. გარდა იმ გნოსტიკური დოკეტიზმისა. ზოგი ვარაუდობდა სხვა სულიერ სუბსტანციასაც, მაგალითად ვალენტინუსი. ოღონდ არც ერთი მათგანი არ მიიჩნევდა, რომ მაცხოვრის ხორცი ნამდვილი ჩვენეული ადამიანური ხორცია. და ამავე დროს ეგევე ნაშრომი უარყოფს მაცხოვრის სხეულის მომდინარეობას მამაკაცური სპერმისგან, რომ ისიც თითქოს და ისევე ჩაისახა, როგორც ყველა ჩვენთაგანი სხეული გენეტიკური გადმოცემადობით სპერმისა. ამ ბოლო თეორიას შედეგად ის ჰქონდა, რომ მაცხოვრის ღმერთობა, რა თქმა უნდა, საერთოდ უარყოფილიყო უკვე. თუ ბუნებრივი ადამიანური კაცობრივი წესით ჩაისახა მაცხოვარი, რა თქმა უნდა, მას ღვთიური წარმომავლობა არ ჰქონია, სულიწმინდისგან არ ჩასახულა ყოლაწმინდა ღვთისმშობელში და შესაბამისად მისი საღვთო ბუნებაც ამ ერესით უარყოფილი ხდება. აი ამ გვარ ნაზავს ერეტიკული ცრუსწავლებებისას მაცხოვრის სხეულთან დაკავშირებით ერთობლიობაში და მთლიანად უარყოფს ეს ნაშრომი, რაც ამ კუთხით, რა თქმა უნდა, უაღრესად ფასეული გახლავთ. და კიდევ ერთ ნაშრომს განვიხილავთ ამჯერად, რასაც შეგვიძლია რომ რამდენიმე კომენტარი მოვადევნოთ და ამით დავამთავრებთ ალბათ დღევანდელ საუბარს. ეს გახლავთ ნაშრომი ხორცის აღდგინების შესახებ, რაც გაგრძელება გახლავთ წინარესე, ამიტომ ის დასატოვებელი აღარ იყო. მასში მოცემულია დასაბუთება კაცობრივი სხეულის აღდგინების გარდაუვალობისა, ისევ როგორც ანალოგიურად ჩვენ თავის დროზე ვრცლად განვიხილეთ ათენაგორას ნაშრომი კაცობრიობის მკვდრეთით აღდგინების შესახებ, სადაც უმტკიცესი საღვთისმეტყველო არგუმენტირებით ეს ერთ-ერთი უმყარესი დოგმატი ქრისტიანული მოძღვრებისა საკუთრივ მტკიცებულებებით არის, ანუ მსჯელობის წესით არის არგუმენტირებულად დადასტურებული და ამის ანალოგიითვია ტერტულიანეს ეს ნაშრომი დაწერილი. ჩვენ არ ვიცით ის იცნობდა თუ არა ათენაგორას თხზულებას, რაღაც ხელშესახები ტექსტობრივი პარალელი აქ არ იჩენს თავს, მაგრამ თემატიკა და მიზანდასახულობა იგივეობრივია. ეს თხზულება თუოდორ 7 წლის შემდეგაა დაწერილი, რადგან დამაბოლოებელი სიტყვები ამ თხზულებისა იმ ქარიზმატულ ერესს სრულიად უეჭველად აღიბეჭდავს. აი ეს 8 ძეგლი საკუთრივ პოლემიკური ჟანრიდან, ადრე აპოლოგეტური განვიხილეთ იქ 5 ძეგლი იყო, ეს 8 ძეგლი პოლემიკური ჟანრიდან, თუმცა ამით არ ბოლოვდება პოლემიკური ხასიათის ძეგლები. ტერტულიანესი ამის განხილვა შევძელით ამჯერად, დანარჩენს შემდეგ შევეხებით. გმადლობთ ყურადღებისათვის.